სამშვიდობის მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავიორის მაყურებლებს მოგესალმებით თბილისის ახალი სპორტის სასახლიდან, სადაც უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი. Ფანტასტიკური დღეები გქონდა ამ ჩემპიონატზე, განსაკუთრებით დღე, როდესაც სანდრო ბაზაძე გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მე აქვე გეტყვით, რომ დღევანდელი დღიურის დასკვნით ნაწილში შემოგთავაზებთ ქართველი მოფარიკავეების კომენტარებს, გამომდინარე იქიდან, რომ დღე სტარტი აიღო ჩემპიონატმა გუნდურ სახეობაში და პირველი ორთაბრძოლა საქართველოს ნაკრებმა მოუგო უკრაინის ნაკრებს გუნდურში 45-28 და ხვალ უკვე ჩვენი მეტოქე იქნება უკრაინის ნაკრებზე გაცილებით უფრო ძლიერი უნგრეთის ნაკრები და ეს ორთაბრძოლები დაიწყება დილის 9 საათიდან, ასე რომ მოდით თბილისის ახალ სპორტის სასახლეში და უქომაგეთ ქართველ მოფარიკავეებს, იმიტომ რომ თქვენი მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესია მათთვის. რაც შეეხება ჩემი დღევანდელი დღიური სტუმარს, ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართველი სპორტსმენების წარმატებაში. ანა არველაძე, ფსიქოლოგი იქნება ჩემი დღევანდელი დღიური სტუმარი და ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენ ხართ ჩემ გვერდში, გამომდინარე იქიდან, რომ წინა წლებში ანა ქართველებს ჰქონდათ რაღაცნაირი ზერელე დამოკიდებულება ფსიქოლოგებთან მიმართებაში. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია იმისათვის, რომ წარმატებას მივახციოთ. შესაბამისად, მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი ზუსტად ასე. რას ნიშნავს თქვენი ჩართულობა ქართველი სპორტსმენების წარმატებაში? პირველ რიგში ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონს გაჩემპიონებას, დამსახურებულს და ძალიან ღირსეულს და ვიტყვი იმას, რომ მნიშვნელოვანია სპორტსმენებისათვის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური და ემოციური მზადყოფნა გამარჯვებისათვის და ბრძოლისათვის. ურთულეს გზას გადიან სპორტსმენები, ურთულეს, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, შეუძლებელია ნებისმიერმა ფორმამ და წინადადებამ გამოხატოს რა ბრძოლის გადატანა უწევთ. ყოველდღიურად საკმაოდ მძიმე პირობებში ვარჯიშს უძლებენ მრავალსაათიან და ფიზიკურ დატვირთვას და მოგეხსენებათ ამ შემთხვევაში წამყვანი, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფაქტორი არის ემოციური მედეგობა და სტრესის გამძლეობა. სწორედ ამაში ეხმარება ფსიქოლოგია და კერძოდ სპორტის ფსიქოლოგია გამორჩეულად სპორტსმენებს, რომ გაუადვილოს და შეუმსუბუქოს ის ურთულესი ეტაპები, რასაც ნების დასაწყისიდან კარიერის დასრულებამდე ნებისმიერი სპორტსმენი გადის. ანა, შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ სტერეოტიპი დამსხრეულია იმაზე, რომ ფსიქოლოგთან სიარული რაღაცა თითქოს რაღაცა ის იყოს, რა ქვია, ცოტა დამამცირებელი. თამამად შეიძლება ითქვას და ხშირად ვამბობ, რომ ფსიქოლოგებსაც ყავთ მათი ფსიქოლოგები. ჩვენ ისე არ გავდივართ ამას, რომ ყავდა კარიერის დასაწყისში, ეს არის სავალდებულო ეტაპი. ისედაც ნებისმიერი საჭიროების დროს ჩვენ აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს, მას, ვინც ერკვევა და ვინც გაგვიგებს და ვინც შეგვიქმნის უსაფრთხო სივრცეს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დარგრეულია ის სტერეოტიპი, თითქოს ფსიქოლოგთან მიდის მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც აქვს ურთულესი მენტალური მდგომარეობა. ეს ესე არ არის და მადლობა ქართველ სპორტსმენებს პირველ რიგში ნდობისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესის თანმხლები ნაწილი იქ თუ არ არის ნდობა, შენ ვერაფერს ვერ შეცვლი. რა მდგომარეობა იყო, როდესაც თქვენ და სანდრო პირველად ჩოხდით ერთმანეთს? მოგეხსენებათ ის უსამართლობები, რასთანაც მოუწია სანდროს გამკლავება და ამას ჩემი აზრით მხოლოდ ერთეულები უძლებენ და სანდრო ის გამონაკლისია, რომელმაც იმდენად ღირსეული კამბექი უკან დაბრუნება გააკეთა ამ ძალიან რთული ეტაპის შემდეგ, რომ სანდრო იყო მზად, დაეწყო ახალი გაცილებით უფრო ძლიერი ეტაპი მისი ცხოვრების და ვფიქრობ, რომ ღირსეული ოლიმპოელი შეგვემატება სანდროს სახით, იმიტომ რომ ამას იმსახურებს, ამისთვის არის ემოციურად და ფიზიკურად საუკეთესო ფორმაში და მჯერა რომ ასე გააკეთო. უნდა გააგრძელოთ თქვენ მასთან მუშაობა მომდევნო წლებში თუ არა, იმიტომ რომ რატო სვავ ამ კითხვას, ანა? სანდრო ბაზაძეს აქვს აბსოლუტურად ყველა ტიტული გარდა ერთისა და ეს ამ ტიტულს ველით ყველა ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებს. აუცილებლად ჩვენ ერთად ვიბრძვით და არა მხოლოდ მე და სანდრო ჩართულია არაჩვეულებრივი ოჯახის წევრები, ყველაზე დიდი გულშემატკივრები და მე უნდა ვთქვა აუცილებლად ვისარგებლო შემთხვევით სალომეს ფაქტორი გამოვყო, არის ნუ არაჩვეულებრივი, როდესაც მეუღლისგან გაქვს ადამიანს ესეთი ემოციური მხარდაჭერა, ცალკე ბატონი მერაბი, ცალკე მთელი ოჯახი, მთელი სისტემა ყავს სანდროს არაჩვეულებრივი ადამიანების გვერდით და ჩვენ ყველა ერთად, მწვრთნელთან ერთად აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ღირსეული
ჩემპიონი ვყავდეს სანდროს სახით. თქვენ ვისაც დაუდექით გვერდში, ყველამ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ამის ნათელი მაგალითია თუნდაც პარიზის ოლიმპიური თამაშები და ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი. პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც მოგმართა თქვენ დახმარებისთვის. ყველაზე ღირსეული ეტაპი რაც გავიარეთ და ყველაზე ღირსეული ასევე დაბრუნება იყო გენოს დაბრუნება და ამის თქმის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ გენო არის ის ადამიანი რომელმაც არაერთ სპორტსმენს ურჩია მისი გამოცდილების შემდეგ ჩემთან დაკავშირება და შეიძლება თამამად ითქვას რომ პირველი ღირსეული ოქრო იყო გენოს ოლიმპიურ თამაშებში. კი, ყველაზე ისეთი პირველი ყველაზე მასშტაბური ნაბიჯი ეროვნული თვალსაზრისით. გენოსაც ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა განსაკუთრებით იმ ოლიმპიური თამაშებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად მოგებული ოქრო აიღო და აჩუქა მეტოქის. გენო არის საოცრება, გენომ გაიმარჯვა დროზე იმდენად საოცარი შემთხვევა დაფიქსირდა სწორედ ამ ბოლო ოლიმპიურ თამაშებზე, რომ გენომ ყველა ფიზიკის თუ კოსმოგონიური პრინციპი დაარღვია და არის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება, ვისაც მე ვიცნობ. როგორც პიროვნება, ასევე სპორტსმენი. კიდევ ერთ ადამიანზე უნდა გითხრათ, რომელიც პირადად თქვენ, როგორც კეთილფერიას, ისე საზოგადოებას ისეაცნობს თქვენ თავს. ეს არის ეთოლი პარტელიანი, რომელსაც სულ ყოველთვის რაღაც თითქოს ნახევარი ნაბიჯი აქვს და უმთავრეს წარმატებამდე და ის ოქროს medali მსოფლიო ჩემპიონობის დადო და გახდა ისტორიაში პირველი ქართველი და ამაში თქვენი წვლილიც არის. დიდი პატივია, მე არ მომისმენია ჯერ თქვენგან გავიგეთ ოს არაჩვეულებრივ ინტერვიუს შესახებ აქედან გადავუხდი დიდ მადლობას. ნიშნულოვანია, როდესაც ამაზე თავად სპორტსმენი საუბრობს. ეს ერთია, რომ შენ გაიარო ეს გზა და მეორე გააჟღერო, როგორ გაიარე ეს გზა და ვარ უსაზღვროდ მადლიერი რომ გარდა იმისა, რომ სპორტი მეტნაკლებად არის კონკურენტული სპორტის სახეობა, ნებისმიერი სპორტის სახეობა კონკურენტულია, სპორტსმენები, როდესაც საუბრობენ და აზიარებენ, რა გახდა მათი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი, ეთომ თავად შეძლო. მე უბრალოდ მისი თანმხლები ვიყავი ამ ეტაპებზე. ეს არის ძალიან დიდი ღირსეული ნაბიჯი, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მას. ანა, მადლობა თქვენი, იმიტომ რომ თქვენი ჩართულობით ჩვენ ბოლო პერიოდში 3 უმაღლესი სინჯის medali მოვიპოვეთ სპორტის სხვადასხვა სახეობებში და ბოლოს მინდა კითხოთ, რას ურჩევდით იმ სპორტსმენებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული ბარიერი, თუმცა ამავდროულად აქვთ შინაგანი კომპლექსი იმისა, რომ მიმართონ ფსიქოლოგს. პირველ რიგში ყველა უნდა გამოვუტყდეთ ჩვენს თავს. არის ხოლმე საკითხი ვგრძნობთ სისუსტეებს. ყველას გვაქვს უფლება ვიგრძნოთ სისუსტე. ხშირად სპორტსმენს გონია, რომ მან არ უნდა მიიღოს ეს სისუსტე და არ ეპატიება. პირიქით, როგორც კი ჩვენ ვაღიარებთ საკუთარ თავთან, რომ ვგრძნობთ რაღაცაში ისე არ მოყვება, ან საკუთარი ფიზიკური სხეული, ან ჩვენი ემოციური მდგომარეობა უნდა გამოვუტყდეთ საკუთარ თავს. სწორედ აქედან იწყება გადაწყვეტილების მიღება, აღიარება, თვალებში შეხედვა ამ სისუსტის და შემდეგ სურვილი და გადაწყვეტილება, რომ დაძლიო და გაიმარჯვო იმ დაბრკოლებაზე, რაც ნებისმიერ სპორტსმენს არაერთხელ ხვდება. უღრმესი მადლობა იმ საქმიანობისთვის, რასაც თქვენ ეწევით და რასაც თქვენ აკეთებთ ქართველი სპორტსმენებისთვის და წარმატებას გისურვებთ. რასაკვირველია და გისურვებთ, რომ კიდევ ბევრი ოქრო, როგორც სპორტსმენების ყულაბაში, ასევე თქვენ ყულაბაში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენი დამსახურება. ანა არველაძე, ფსიქოლოგი იყო ჩვენი დღევანდელი დღიურის სტუმარი და აქვე აუცილებლად უნდა გითხრათ და მოგმართოთ იმ სპორტსმენებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაგიდგავთ ეს ნაბიჯი, ვინც არ იცნობთ, გაიცანით, მე ღრმად ვწამს, რომ ბევრი იცნობთ. ანა არველაძე ადამიანი, რომელმაც ლომის წილი შეიტანა გენო პეტრიაშვილის ოქრო ოლიმპიურ ჩემპიონობაში, ეთოლი პარტელიანის ისტორიულ გამარჯვებაში, სანდრო ბაზაძის ისტორიულ გამარჯვებაში, თუმცა ამასში ყველაფერში ხელი უნდა შეუწყოთ თავად თქვენს. მადლობა ანა კიდევ ერთხელ და მიმართეთ ხალხნო, მიმართეთ, რომ ჩვენ გქონდეს კიდევ უფრო მეტი ოქროს medali. ახლა კი დაპირებული ინტერვიუები, რომელსაც შემოგთავაზებთ ქართველი მოფარიკავეების, რომლებმაც დღეს ჯგუფური ეტაპის პირველი ეტაპი გადალახეს, დაამარცხეს უკრაინის ნაკრები და ხვალ უკვე უნგრეთს დაუპირისპირდებიან. მოდით მოვისმინოთ კომენტარები და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი. დიდი მადლობა ჩემ გუნდის წევრებს, რომლებაც მთელი გულით იბრძოლეს, აქ არ არის მარტო ფარიკაობაზე ლაპარაკი, ზოგადად გულით უნდა გინდოდეს ის, რასაც აკეთებდა გამარჯვება პირველ რიგში გულით უნდა გინდოდეს. რაც შეეხება შეხვედრაზე მინდა ორიოდე სიტყვით, ვერ ვიტყვი რომ დაძაბული შეხვედრა იყო, მაგრამ მეუხედავად იმისა, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ყველა მოსაგებად არის ჩამოსული, აქედან გამომდინარე მოდონების უფლება არ გაქვს არც ერთ შემთხვევაში. მე ვფიქრობ ზუსტად ის ტაქტიკა ავირჩიეთ, რაც რითის უნდა გვეფარიკავა და თქვენ საინახეთ გაამართა და გავიმარჯვეთ ამ შეხვედრაში. ძალიან კარგად დაიწყო დღევანდელი დღე, საკმაოდ დამაჯერებლად დავამარცხეთ უკრაინის საკმაოდ გამოსული და კარგი ნაკრები.
ბიჭები ძალიან კარგ ფორმაში არიან და მოტივირებულები არიან, ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან მაგრად გამოიჩინეს თავი, ძალიან მაგრად იფარიკავეს და შემდეგი ორთაბრძოლა იქნება უკვე ძალიან გამოცდილ გუნდთან. ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია უნგრეთი, მაგრამ დაუმარცხებელი არ არის, ჩვენ სახლში ვართ. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი мотиваცია არის მსოფლიო ჩემპიონატი, რომ საქართველოში ტარდება და ჩვენი გულშემატკივრები აქ რო არიან მშობლები და მეგობრები. უდიდესი мотиваცია არის, როდესაც გუნდში სანდრო სტარიმო ფარიკავა ეყავს, რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ჩემპიონი გახდა მოგეხსენება და ძალიან დიდი мотиваცია არის, როგორც ბილიკზე, ბილიკის გარეთ, როგორც ერთი ოჯახი ისე ვართ შეკრულები და ხვალდენ დღესთან დაკავშირებით ზუსტად იგივეს ვეცდებით. ძალიან ძლიერ გუცხლებით, მაგრამ არავინ არაა კიდევ ერთხელ დაუმარცხებელი, კიდევ ერთხელ ვიტყვი და ღვთისმწყობით ყველაფერი შესაძლებელია და მადლობა ღმერთს ყველაფრის. მოგეთ, აი ასეთი იყო ქართველი მოფარიკავეების კომენტარები. მე გემშვიდობებით ხვალამდე ხვალ ტრადიციულად რუსთავიორის ეთერში ტრადიციულად 9 საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ შევხვდებით ერთმანეთს და უკვე შევაჯამებთ ხვალინდელ დღეს. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. გემშვიდობებით ხვალამდე, ნახვამდის.